დავბრუნდით საოცარი სტუმრებით. ხო ყავდა ესე იგი სტუმარი, უბრალოდ სტუმრებით სწორად ვამბობ მე. კი ბატონო მართალი გზადება. რატო სტუმრები? ამას ცოტა ხანში გაიგებთ თქვა. ზურა მაინც აქტრიალებს, ხო ხედავ რა ჩვენი ზურა მანჯავიძის შოუს აი საოცარი არაჩვეულებრივი ზურას ბენდის წევრი ყავს სტუმრად და ბიჭებო წარადგინეთ ჩვენი ანანო დანარჩენი თქვენთვის მომინდია. აი მე ულამაზესი უმშვენიერესი საოცარი არაჩვეულებრივი ადამიანი რომლის თვალებიდან სიკეთე და ნიჭიერება იფრქვევა ერთად. გეთანხმები აბსოლუტურად ანანო. როგორ ახარ ჩემო კარგო. შესანიშნავად მადლობა. თავად ესე იგი მოლოდინის რეჟიმში ვართ, ხო? ანანო. სასიხარულო ამბავით. ესე იგი ნახეთ ბიჭებო. არ მინახია მე მართლა. სოციალურ ქსელში იქნა არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ცერემონიალი, რომ გაგვეგოს სქესი. ალბათ მეხუთით რომ პომპეზური ამბავი იყო რაღაცა, ხო? ჩვენს ესე იგი დიდ ოჯახს შემატება ექნება ძალიან მალე. მოდი ახლა მოგვიყევი ყველაფერი, ვიცით ისიც, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა პერიოდი ანანო მალავდა ამას და არაფერს არ ვამბობდით ამას. ახლა მოყევი, აი როგორ მოხდა ეს ცერემონიალი, ვინ დაგეგმა, თქვენი მეუღლე თბილისში იყო, არ იყო, საერთოდ რა ხდება? დავიჭირე და აი მაგ მომენტში დავგეგმე. კი, ნამდვილად სასიხარულო ამბავია. და აი სრულიად ქაოსი გვაქვს პატარა ოჯახში, იმიტომ რომ პატარა მალე დაიბადება და არა, ჯერ ახლა არ ვარ ჩამოყალიბებულები, მაინც ცოტა ვჭობთ მაგ თემასთან დაკავშირებით და ეს დაგეგმა ამ ცერემონიალის იყო ჩემი ინიციატივა. ზოგადად გიორგის ეს ცერემონიალები და რაღაც ისეთები ნაკლებად იზიდავს და დავიჭირე ჩემი მეუღლე მოკლედ დაჯილდოების ცერემონიალები იზიდავს გიორგის ოქროს მედლებით. არა სოფლიო ჩემპიონი პორტუგალის სიძე. ოკეი. და მოკლედ მინდოდა, მაინც პირველი ბავშვია, რაღაც პირველი სიხარულია ოჯახში და მინდოდა რომ ესე განსაკუთრებულად აღვენიშნა მის სქესის გაგების ცერემონია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პატარა გოგონას ველოდებით. და ნახოთ რა იქნება. ეხლა მითხარ, ფიქრობდით გოგო, ბიჭი, ვინ რას იძახდა ეს ანამ ეს ამბავი მოხდებოდა? ბიჭები საით იყო, ვის საით? მე ბიჭი მინდოდა პირველი, სანამ ორსლოდ ვიქნება მთელი ჩემი განვლილი წლები, 20 წელი, სულ მინდოდა უფროსი ძმა რომ მყოლოდა და მინდოდა რომ უფროსი ბიჭი მყოლოდა, მაშინ სადამე და გულში რაღაცნაირად ხინჯად მქონდა რომ გოგო იქნებოდა რაღაცნაირად, მაინც დედის ინსტინქტი, სხვას შვება და გიოს გოგო უნდოდა გიოსაც. ხა მითხარი ბებიები როგორ შეხვდნენ ამას? ბებიები ძალიან გიჟი ბებიები რო არიან, ესეთები არიან ორივე? არა, ძალიან თინეიჯერული ეს დედაც და დედამთილიც. კი ბატონო. გოგოები უნდოდათ და დაწუნებულები იყვნენ რომ გოგო იქნებოდა, იმიტომ რომ ზოგადად გიორგის მხარეში გოგო ნაკლებად. სულ ბიჭები არიან. სულ ბიჭები არიან. და გიორგი მოკლედ დაარღვიეს ტრადიციული სქესის ბიჭის მიმართ და რომ გაიგო რომ გოგო იქნებოდა ჩემო დედამთილმა, აი სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა და მოკლედ ძალიან ემოციური იყო ეს ფაქტორი. აი რამდენად მე ვიცი რომ მეც საბიშვილის მამა ვარ ერთი მეუღლისგან, ხო და მე ვიცი რომ აი გარკვეულ დროს ჩვენ პერიოდში ესე იყო. გარკვეულ დღეს აი ეს პროდუქტი უნდა მიიღოს ფეხბურთზე ქალბატონმა ეს აი ამას ხო წეგარაზე ლაპარაკობდი. თემასთან დაკავშირებით ფეხი არ გადაიდო? ხელების ზემოთ არაწიო, ლაშა ხო? თუ გეუბნები. ხო, არა, სხვათა შორის ეგეთი ისინი ექიმებს აღარ აქვთ, მაგრამ სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ მეც რომ ჩემ მეუღლესთან ერთად როგორც ის იკვებება სწორად, ამავდროულად მეც სწორად ვიკვებო და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბავშვიც აისახება და შენს ორგანიზმზეც. იმიტომ რომ გრძობიარია ქალის ორგანიზმი ახლა. ძალიან. აი პირველად რო გაიგე რომ შვილს ელოდებოდი, როგორი ემოციები გქონდა, მეუღლეს როგორ უთხარი ეს. პირველი ვინ იყო ვისაც უთხარი, დედას მეუღლეს, ვის უთხარი პირველი? ჩემს დედაშვილს უთხარი. იმიტომ რომ ორივე ერთნაირად ორსულად ვართ ახლა, ზუსტად ტოლები ვართ და ესე დავემთხეთ, დებივით ვართ, საერთოდ არ განიხილება რომ დედაშვილები ვართ და პირველი მას უთხარი, იმიტომ რომ მეც ველოდებოდი მისგან ახალ ამბავს და ღმერთო ოღონდ ორსულად იყოს ეს ხვეწნა მუდარი თუ
მევედრებოდი უფალს, რომ ისიც ორსლად ყოფილიყო. ერთ პერიოდში ხო არ გიწევთ? რომ ერთად გაგეულოთ ესე. რა მაგარია. იმასაც გოგო ეყოლება და მოკლედ ეს კიდე დებივით იქნებიან და ასე. სახელები ხო არ შეგირჩევიათ უკვე შემდეგ გიორგის? არა, სახელები ბჭობთ რა, ძალიან მიახლოებით აი რა უფრო ქართულ ტრადიციულ სახელებისკენ იხრებით თუ ცოტა ევროპულისკენ ანა მარია და ესა რა ქვია მარიანა. არა, უფრო აი აგვისტოში მიწევს უწევს ბავშვს. ესე ვთქვათ, სიხარული გვიწევს აგვისტოში და უფრო იქით ვხრებით, რომ ცოტა მარი კი ბატონ მარია. ცოტა შევალამაზოთ რაღაცები. მარიამს გალამაზება აღარ სჭირდება. ისედაც ულამაზესი სახელია და მოკლედ ვნახოთ რა იქნება. ყველანაირად ვეცდებით, რომ არ იცი მე მგონი დასაწყისშიც ეს სახელი წამოწდა თქვა მარია თქვა. ვითომ კითხე სახელი შეარჩიეთ. აი რომ ნახავ გადაცემას ამბობ. ცოტა მე მახსოვრობის ის დამემატა. ანუ აი რა დაგემატა უყურე მაინტერესებს ქალში აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება ზოგი ხდება ძალიან მომთხოვნი ზოგს აქ ტოქსიკოს რო ეძახიან და შეიძლება შენ კონდეს რაღაცი სხვა სურნელი შენ სხვა და რაღაცები აი ხო მითხარი რამე ისეთი შეიცვალა შენ ტოქსიკოზი მქონდა მთელი 3 თვის განმავლობაში ძალიან მწვავე რასაც ვჭამდი არ მირგებოდა საკვები არანაირად და ეს მაწუხებდა წონის მატებასთან უფრო წონის კლებაში წავედი მაგრამ ნუ ეს ბუნებრივი ფაქტორია და ამაზე არ ვნერვიულობდით და შეიცვალა ის რომ ვერ ვჭამ ქათმის ხორცს, ვერც მოხარშულს, ვერც შემწვარს, საერთოდ ვერაფერს. ანუ ესეთი რეაქცია გაქვს ამაზე რომ ვერ ვეკარები. და მხოლოდ სულ მინდებოდა ოსტრი. აი სულ. რა მაგარი გოგო. სულ და ბოლოს მისწავლე გაკეთება და გიორგის ფავორიტი ჩემი სამზარეულო შემოქმედებიდან გახდა ოსტრი. და ყოველდღე აკეთებ? ყოველდღე არა, მაგრამ როდესაც არის ხოლმე სახლში, ვცდილობ რომ სულ ჯანს აგიდეხო ხორცით და ბოსნეული. თვითონ გიორგის უკეთებს და ამ დროს თვითონ უნდა და ამ დროს ჟავე კიტრი ჩაათალიში. ეხერხება სამზარეულოში თან მithumetes ამ პერიოდში. თავიდან ვფიქრობდი რომ არ მეხერხებოდა, იმიტომ რომ არასდროს არ დამჭირვებია სულ დედა ფუსფუსობდა სამზარეულოში და დედა გვიმზადებდა საკვებს, რაც უნდა მიგვერთვა და რომ გამოვცადე, თურმე შემძლებია. და შემომესწავლა, ფაქტობრივად შემომესწავლა. ამას ქვია არ ჭირდება, თორე ეხლა მითხარი, დედამთილმა თუ გაგაოცა თავისი კერძები და შენ თუ გააოცეი და მითხამთ რომ მე ვიცი რომ თქვენ საოცარი ურთიერთობა გაქვთ. კი, ძალიან კარგი დედამთილი მყავს. სახელებით მიმართავთ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება ცოტა წინამორბედ საზოგადოებისთვის ცოტა ისეთი იყოს, იმიტომ რომ დედა უნდა დაუწახო დედამთილს, მაგრამ თავიდანვე ის წინაპირობა იყო რომ დედა არ დამიძახო. აი თუ გინდა დამიძახე, მაგრამ მე არ მოგთხოვ რომ დამიძახო. და მთელ ოჯახს გვიყვარს ლიას საჭმელები. აი რას ეძახი ლიას? კი. შენ თუ უმზადებ დედამთილს, ვაინახეთ რა კარგი რძალება. სხვათა შორის იმერულ სამზარეულოს ვასწავლით, ხო ესე უხეშად ვიტყვი, იმიტომ რომ აი მჭადები დავაცხე ერთხელ და სხვათა შორის მითხარი როგორ აცხობ ეგეთ მჭადს, როგორ აცხობ და ჩვენც გითხარი, როგორ აცხობ მოხელი. მჭადის ფქველი რა თქმა უნდა, წიკვი შაქარი, მარილი და სანამ წყალთან შევაზავებთ, ჯერ ფხვიერად აურევ. შემდგომში უკვე ძალიან თხელ მასას არ ავღოთ. საშუალოს. კი, პატარა გუნდას ავიღებ, ესე დავაბრტყელებ ხელზე და ვსვამ. ოღონდ მე მიყვარს ზეთში. დახრაკული. ეს ყველაფერი კარგად დედამთილის ამბავს დაუბრუნდეთ შენგან. წადებით გავრცე დედამთილი. რა გითხრა, რა გითხრა? კიდე რა გითხრა? ხალი. რომელი მინდვრის ფხალით. ხო და ჭადზე რაღაცა მითხრაო დედამთილმა როგორ აკეთებო? ხო და აუხსენი როგორც ვაკეთებ და ხო და ხო არა ეს ცოტა ზევიდან აბარა აი ეს ჭადი ესე უნდა ამის გაკეთებას. არა, სხვათა შორის არა, რაც ანუ არ იცის და ესეთი გემრიელი შეიძლება გამომივიდესო, მაგრამ აი ეგეთი ფორმას როგორ აძლევ ეგეთი გემო და რაღაცა, მაინც იმერელ ქარს იმერული სამზარეულო უფრო და კახელებს უფრო კახური. აი მაგალითად ბევრჯერ მომდომებია ლიას მწვადი, აი მწვადი ხო ზოგადად, მაგრამ ლიას მწვადი მინდა მეთქი, აი გიორგის ვეუბნებოდი. ესეთ კაი მწვადს აკეთებ? კი, თან ტაფისას უფრო. ტაფის მწვადს, ტაფა მწვადს. და მამამთილი უფრო შამფურზე მწვადი, ხო იცით ახლა კახელები ხორცთან მიმართებაში
გეთახმები, აგერა ვარ გენაცვალე კახელი. იცი რა მაინტერესებს, ქორწილი იყო სულ ცოტა ხნის წინ, ხო და აი სამზადისი როცა იყო, დედამთილი, დედა ყველანი ჩართულები იყავით? კი, ყველანი ჩართულები. რა რჩევებს გაძლევდნენ, აი რაში გედგნენ გვერდით, რა იყო აი მათი პრიორიტეტი, აი ყველაფერი პრიორიტეტი მაინც სუფრა იყო. მაინც ჩვენთვის ქართველებისთვის სუფრა იყო და გაფორმებები დიდად არ ჩარეულან ამ ინფორმაციულ ვითარებაში, იმიტომ რომ მაინც მე მინდოდა რომ ყოფილიყავი ყველაფერში. ეს ძალიან ცუდი არქნათ მომავალ პატარძლებო, იმიტომ რომ ძალიან სტრესული იყო ჩემთვის ყველაფერში უკვე რო ვერეოდი. ფაქტობრივად ყველაფერი ვიცოდი სად რა იყო, სად რა ვარდიიდო და ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ მე მშვიდად ვიყავი იმ დღეს უფრო. გეთახმებებს. და კაბის შერჩევაში ერეოდა ვინმე, აი ჩაერია ვინმე, თუ მარტო შენ შეერჯა დედა, დედამთილი, დედამთილი თუ დაგყავდა. უფრო და აი მე და დედას გემოვნება ერთად ეწყობა და ნაზიკაბა თან არც ძალიან ვულგარულად ჩაცმული არ მომწონს, საპატარძლო კაბა უნდა იყოს საპატარძლო და ჩოხა აუცილებლად ეს ერთი პრიორიტეტი მქონდა ჩოხა. ჩოხის კაბა. ეს გიორგიმ გაითვალისწინა ეს ჩოხა. ორივეს გვინდოდა ჩოხა, იმიტომ რომ ჯვრისწერა მინდოდა. თვითონ მას რა ეწო? ჩოხა ეწო? რა მაგარია? და ყველაზე მთავარი აი პირველად რო დაგინახა ესე ხო თუ მანამდე მანამდე არ იცოდა. ხო, აი რო დაგინახა რა რეაქცია ქონდა? ზოგადად გიორგი ემოციების გამოხატვაში ცოტა რთულია, მაგრამ ზუსტად ესეთი წარმომედგინა, იმიტომ რომ შენ ვიცოდი არც ზედმეტად ამოღებულს, არც ჩაჭრილს, ამოჭრილს არ ჩაიცვამდიო და კონსერვატორია. კონსერვატორია, მაგრამ არ უყვარს ესე ზედმეტად და გიორგის გემოვნება გაითვალისწინა. ჩემი გემოვნებაც გაქვს. მე მგონი ერთნაირი გემოვნება გაქვს ჩვენ და გიორგის და ამიტომ რაღაცა და იცი რა არის, ტრადიციებსაც იცავთ. კი, აუცილებლად, კი. ეხლა მითხარი მძახლების ურთიერთობა დედამთილის და დედიკოსი. და ქალები. აი ეგ მეინტერესებს. აი ძალიან შინაურული მოკითხვა, მით უმეტეს ახლა არ არის დიდი ხანი რაც გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ გაიცნეს ერთმანეთი უფრო სწორედ. სულ მოკითხვა აქვს, სულ მილოცვა ერთმანეთთან, ეს ყველაფერში რა. მამამთილს და ჩემს მამას კიდევ ცალკე ძმაკაცური. ძმაკაცური და ახლა სათავე ხარ შენ. კი. როგორ არის გოგო ფეხბძიმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სულ მოკითხვა დღეს დილითაც დედამთილმა ლია მომწეო როგორ ან ხარეშვები. აი ცოტა ისე ტოქსიკოსი. ერთად არ ცხოვრობთ? არა, ერთად არ ვცხოვრობთ. მაგრამ ახლოს? კი. შედარებით რა. აი როგორი ქმარია ჩვენი სიძე? ეხა თქვი. შეყვარებულობიდან მოყოლებული. რამდენად განსხვავებაა შეყვარებული გიორგი და უკვე მეუღლე გიორგი? სხვათა შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. აი ვერ ვხედავ განსხვავებას, იმიტომ რომ თან მიხარია რომ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რაც გავიცანი ის არის და ეს მახარებს ეს ფაქტი და დანარჩენად ყურადღებიანია. აი სადაც საჭიროა მეტყვის. 8 მარტს რა გაჩუქა? თაიგოლი. თაიგოლი? კი, სხვათა შორის ეს მიცის სხვათა შორის რომ აი ის 14 თებერვალი გამოდის სიყვარულის დღე არ აღნიშნავს მაგას. რაღაცა ცოტა ნაწყენი ვიყავ, მეთქი რატო არაფერი არ მაჩუქა რაღაც, მაგრამ მივხვდი მე რომ გიორგი მაინც გიორგია. ყოველი დღე არის სიყვარულის და ემეტა და ყოველი დღე არის ქალბატონების დამეთახმება. მეც მომკალი თუ გინდა და ბანალური ვარ მეც და ქალს ყვავილი რო უხდება ისე არ უხდება არაფერი. დილის მზეც უხდება. ქალისთვის ძალიან ერთი ტოტი ყვავილიც კი მნიშვნელოვანია. რა საკვირველია აბსოლუტურად გეთახმება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რა ვიცი, საოცარი, არაჩვეულებრივი გოგონა ხარ, ჩვენს ჩემპიონს უთხარი რომ კიდევ უფრო მეტად მოგიაროს ვიდრე აქამდე გივლი და ამისი აგერ აქ ჩვენ წვერი ალტელი არმია აკავართ. ოჯახს კი ბატონო. დიდი სიყვარულით, პატივისცემით და ძალიან მადლობა უღმესი მოწვევისთვის. დღეს ამით გემშვიდობებით ხალანდე. ბედნიერი დღე. დროებით.